თქვენი აზრით, არსებულ ვითარებაში რა შეიძლება შესთავაზოს საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთს? ამ კითხვით დღეს პალიტრატივიმ საზოგადოებას მიმართა. ჩემი აზრით ისევ და ისევ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი უნდა გქონდეს საქართველოს. მანაირად არაფერი მესახება ისეთი, რომ რაღაცა შეძლოს საქართველოს ამ ეტაპს. შეიძლება მოლაპარაკებების გზების ჩატარდეს და რაიმე კომპრომისი რომ მიიღწიოს რა. თან დაკავშირებით. მეგობრობა ალბათ და შეიძლება ეს ისევ დაუბრუნონ ავტონომია თუ არ ვიცი, ნუ. აფხაზეთს არაფერი, რუსებს უნდა შეთავაზოთ. და დიდი ხანია უნდა ილაპარაკო კაცრად და წესიერად. არავითარი შეთავაზება არ გამოვა. ისეთი მდგომარეობაა თვითონ აფხაზეთში, რომ ვერაფრით ვერ უშელი ჩვენ მაგათ. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რუსეთს. ეგენი როგორც კი მიხვდებია და გაიგებენ, რომ რუსეთს აღარ შეუძლია არაფერში რომ დაეხმაროს აფხაზეთს, მაშინ შეცვლიან პოლიტიკას. პრემიერმა უკვე შესთავაზა აფხაზეთს და ეგრეთ წოდებულ სამხრეთოსებს, როგორც ცნობილია, თუმცა სასაცილოდ არ ეყოთ მათ და მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკება და არა აფხაზეთთან, იმიტომ რომ როგორც ისინი არ არიან დამოუკიდებლები და ამ შემთხვევაში რუსეთია მთავარი, ვისთანაც პირდაპირ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება. ხალხობა უნდა გააკეთოს ეს პროექტი. ხალხი არაფერ წინააღმდეგ არ იქნება. რაც ჩვენება არ უნდა შესთავაზონ, თითქმის ყველაფერზე უარს იტყვიან, იმიტომ რომ რუსები აკონტროლებენ იმათ ყოველ სიტყვას და არ ამგონია რომ რამე გამოვიდეს ამ ყველაფრისგან. ჩემი აზრით საქართველოს არ უნდა დათმოს აფხაზეთი და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ცალკე სახელმწიფოდ არ გამოიყოს და რუსეთთან ანუ უფრო ნაკლებად იყოს რა ურთიერთობაში რუსეთთან. და ალბათ ისეთი პირობები უნდა შესთავაზოს, რომ თან მშვიდობიანი გზით დამთავრდეს ეს ყველაფერი და თან სასურველი იყოს ორივე მხარესთვის. ეს ხელშეკრულება რომ გაფორმდა ძალიან ცუდია, გასაგებია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ის რასაც თავაზობს, მე მგონი ცოტა. საქართველოს ხელისუფლებას როცა უნდა შეეთავაზებია, მაშინ არ შეუთავაზებია და აწი, რაც არ უნდა შეთავაზოს, სასული საქმეა.